იმდენად უსმენს საკუთარ სხეულს, რომ ნორმალური შეგრძნებებით, ნორმალური პულსი, ნორმალური გულის რითმიც კი აშინებს. რა თქმა უნდა. ის კი არა რომ თქვათ რაღაც გაუძლიერდა პულსის სიხშირე ან რაღაც ამოვარდნა გულის ან სუნთქვის გაძლება. არა, ის ნორმალური შეგრძნებებით კი აშინებს. კი, შესაძლოა რომ ეს შფოთვით სიმპტომად გამოვლინდეს, იმიტომ რომ როგორც ფსიქოანალიტიკოსები არქმევენ ორგანოთა დუმილი, ხო რომ ჩვენ არც კი ხშირად გაიგონებთ ადამიანებისგან რომ არ ვიცი ღვიძლისად მაქვს, არ ვიცი გულისად მაქვს, მართლა არ იცის. პატარა ბავშვები რომ ამბობენ, გაიმეორებენ უფროსებისგან რომ თან გულის ტკივა და მუცელზე იდებს ხელს ან აბსოლუტურად სხვა ორგანოზე მიგითითებს, ხო? შესაბამისად ეს რა არის, ჩვენ არ გვაწუხებს ჩვენი ორგანოების ავტომატურად სუნთქავთ, ავტომატურად არის გულისცემა, ავტომატურად მუშაობს თავისთვის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა თუ შარდსასქესო სისტემა თუ მთელი ქარხანა შიგნით მუშაობს თავისთვის ჭკვიანურად, ბრძნულად და არ გვაწუხებს და არ ხმაურობს. და როგორც კი ორგანო ახმაურდება, ის ყოველთვის გვატყობინებს რაღაც უწესრიგობაზე, განგაში აქვს ერთგვარად.